და მეგობრებო, მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ეს შოკოლადი არის სიტყვაზე თქვათ, ბეტონის ფილა. რეალურად ის ფილის ფორმისაა, უბრალოდ აქეთ ხარის აქვს ცოტა ახალი. ეგ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რა არის ახლა მთავარი გასათვალისწინებელი აქ? ხარისხი. ანუ ხო შოკოლადი სტანდარტული არის, მაგრამ ეხლა დააკვირდით აი ამ ნაწილს. ამ შოკოლადს აქვს აი ესეთი პატარა ბუშტუკები, აი როგორც ხედავთ აი ამ ვიდეოში, აი დააკვირდით. ეს ნიშნავს, რომ მან არის ჰაერები და ამ შოკოლადის დაჭერით ძალიან მარტივი იქნება მისი დეფორმირება, აი ზუსტად ეს ნაწილი. ეხლა დავაპაუზებ და მეორე შოკოლადს განახებთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ბეტონი. ახლა დავაკვირდეთ მეორე ტიპის შოკოლადს, რომელსაც ვაჭერ და დეფორმაციას ვერ უკეთებ იმის და მიხედავთ, რომ ეხლა გავტეხე, აი შიდა მხარეს არაფერი არ ჩაიშალა და რაც არ უნდა დავაჭირო, უძრავი არის. ყველა მიცის რომ ძალამერჩის ვინც მიცნობს, მაგრამ რეალურად ესე არის. რა ხდება ამ შემთხვევაში? ბეტონს როცა ასხავენ, ჩვენი მემამულეები, შენ შემთხვევაში ეზარებათ ბეტონზე ვიბრაციის მიცემა. ეს არის სპეციალური აპარატი, რომელიც იყოფა ბეტონში, რომელიც ვიბრირებს და გამოდევს შიგნიდან ჟანგბადს, ანუ ჰაერს. ამ შემთხვევაში ბეტონი როცა არის ჰაერ გამოსადენი, არის როგორც თეთრი შოკოლადი, რომელიც წერან განახეთ, უშტუკებით, რომელიც ძალიან მალე იფშნება, ანუ ამ შემთხვევაში აი ესე. და არის შავი შოკოლადი, როგორც წერან განახეთ, რომელიც არის მკვრივი ერთიანობა, რომელიც დაჭერის შემთხვევაში არ ფუჭდება. ყველაზე კარგი ის არის, რომ თქვენ გააკონტროლოთ, რომ გავუკეთოთ ვიბრაცია. დღეს და ხვალ ამას ვერ იგრძნობთ, მაგრამ როცა გავა პერიოდი, როცა იძახიან, რომ აი რატომაც კედლები დასკდა, გამარჯობა, ანუ ბეტონმა დაიწყო დაჯდომა, ანუ ამ ბუშტუკებმა ბეტონი კონსტრუქციულად არ დაიშლება, მაგრამ დაიწია და შესაბამისად მოხდა მათი სკრომა. ზუსტად ამის გამო უნდა გაუწიოთ ძალიან კარგი კონტროლი და ყურადღება, რომ ვიბრაცია გაკეთდეს და ბეტონი იყოს იდეალური სისქის. მადლობა ყურადღებისთვის, გამომიწერეთ და დამალაიქეთ. სასურველია თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი. მადლობა კარგად.